არის ახლა და რა იქნება შემდგომ. მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ. ესე იგი, რა არის ახლა, ჯერ ეს ვნახოთ. ესე იგი, ნახეთ, უდიდესი გაცნობიერება რომ ხართ ურთიერთობაში, რომელიც უფრო გაზიანებთ, ვიდრე გაბედნიერებთ. ინტელექტუალური გაცნობიერება, მაგრამ არა ემოციურ ფონზე. ანუ მე ვიცი, რომ შეპყრობილი ვარ ურთიერთობით, მაგრამ რა ვქნა, რომ მაინც მინდა. და თან არ ვიცი რა მოუხერხო ამას, ვერ ვიგდებ ადამიანს გონებიდან, მეფიქრება, მენატრება და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ასე მხოლოდ თქვენ არ ფიქრობთ. ისიც ანალოგიურად იგივე დასკვნას აკეთებს. პლუს ამას გაპრავება ბჭყალებში, რა თქმა უნდა, სადღაც გრძნობ, რომ თავისებურად ვუყვარვარ. მასთან რაღაცნაირად სხვანაირად ვგრძნობ თავს. ანუ მიზეზები, რომლებიც ორივე მათგანს გათმენინებთ ამ ურთიერთობას, რომელშიც ხართ. აი ნახეთ, როგორც კი იწყებთ დისტანციას, იწყებს ეგრევე აქტივობას. მაგრამ როგორც კი იკმაყოფილებს მონატრებას და სურვილებს, ისევ იწყებს უკმაყოფილების გამოხატვას, კრიტიკას, ხშირად დაცინვასაც კი. ესე იგი, რა არის ახლა? მომწამლელი ურთიერთობა, რომელიც გონებრივად გააცნობიერეთ, მაგრამ ემოციურ მიჯაჭვულობაში ხართ. და ისევ მეორდები ორმხრივად. ეს არ არის სამმხრივი დამოკიდებულება. და მოდი მაშინ დავსვათ კითხვა, რა იქნება ამის შემდგომ. ნახოთ რა იქნება და იმის მიხედვით განვმარტოთ. ხო. ეს ყველაფერი თქვენი ბრალი არ არის, არც მისი. უბრალოდ ხდება ისე, რომ ვერ აიწყეთ როგორც წყვილი. აქ ბევრი მიზეზებია ამისთვის. მაგალითად, მისი წარსულის აჩრდილები, რომელიც დღემდე ახდენს ზეგავლენას მასზე, ასაკობრივი სხვაობა, ეროვნებაში, რელიგიაში სხვაობა და ასე შემდეგ. 1000 მიზეზია. იქნება ის, რომ მას თქვენ სჭირდებით. ემოციური საყრდენი ხართ. სტაბილურობის, მზრუნველობის გარანტიის მქონე. მეორეს მხრივ, თქვენც გჭირდებათ ის ემოციური შიმშილი გაქვთ, რომელიც რეალურად დატოვებული ტრამვებიდან გამომდინარეა, ბავშვობიდან გამოყოლილი. რას გულისხმობ ამაში? მაგალითად, დაგაკრდათ მამის ან დედის სიყვარული. რაც პარტნიორულ ურთიერთობებში შემდგომ უკვე დასვლობის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. ამ ადამიანს მართლაც აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ნახეთ, არა იმდენად, რომ საკმარისი ძალისხმევა ჩადოს ურთიერთობაში. შეიძლება არ მოგწონდეთ, რასაც ვამბობ, მაგრამ სხვანაირად ვერ შევალამაზებ სიტუაციას. არ არის იმდენად საკმარისი, რომ მან თავისი ძალისხმევა ჩადოს ამ ყველაფერში, ხო? ანუ ესე იგი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და ასე შემდეგ. და რა იქნება? გაგრძელდება ეს მიჯაჭვულობა იქამდე, სანამ ამის ატანა შეგიძლიათ ორივე მხარეს. რადგან სინამდვილეში რაღაც ამოუხსნელ სიცარიელეს გრძნობთ ერთმანეთის გარეშე, როცა ერთად არ ხართ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აი თან მაღიზიანებს ადამიანი, თან კი, ანუ ესე გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვანაირად იმდენად დიდი დეფიციტი იქმნება ერთმანეთის გარეშე ყოფნით, რომ მიჯაჭვულობა არის ძალიან მაღალი. ემოციურად დამოკიდებულება არის ძალიან მაღალი, ამიტომ ეს სიტუაცია გაგრძელდება ისე, როგორადაც არის. წარმატებებს გისურვებთ. ინდივიდუალურად 557 1673 53 მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ სხვის ყალბ აკაუნთებზე, რომლებსაც ჩემი სახელით იყენებენ. ძალიან ბოროტად.